აქ ჩაწიება. მიკროფონი ჩართო რა. მიკროფონი ჩართო. აბა გატესტება. მხოლოდ იმის გამო რომ არიფება მიკროფონი? აქ ვარ, ბაღო. ჩართულია. არ არის. ამაში. არ არის მიკროფონი. ჩვენ ველოდებით განცხადებას თუ რა გადაწყვეტილება მიიღეს სვიატკ უპრავამ და პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა სვიატკ უპრავასთან ერთად იმყოფება ზაზა სარალიძე, როგორც ჩანს ზაზა სარალიძეც საქართველოს მიმართავს არ არის ჩართული. არ არის. მიკროფონი. არ არის ჩართულიო ხალხი იძახის არ არის ჩართული. ვინ არის მიკროფონთან? ისა ტექნიკასთან ვინ არის? არის მის არა. მეგაფონი სად არის? მეგაფონი მოიტანა. მეგაფონს ველოდები, მეგაფონს. არა, ხალხა უნდა გაიგო. მეგაფონს, მეგაფონი. გააზიანეთ. კაბელია დაზიანებული და მეგაფონი მოიტანა. მეგაფონი. მიკროფონი არ არის. მოდის მეგაფონი ვინმე ვიცი? მოდი და ჩაწი. ყველა ერთს რო მიკროფონი. ხო, დავაწყო. მოვიდაგენ გო. მირანდა ამოწია მიკროფონებში. მოხდეს რაგამაი. თავები. საქართველოს არ მუშაობს. საქართველოს მიმართავს ზაზა სარალიძე და მალხაზ ბაჩალიკაშვილი. არის ის არა, ხუთი ხმა. არის. მეგახარ ჯობია. არის ეხა თუ საქართველოს მიმართავს აკენ გადმოდით, აკენ. საქართველოს მიმართავს კამერებს ესვით რა, ამის მამაკლა რა. მიკროფონი ჩართულია, არა. ამაში ხარ არის გამო. ვინ ცოტა შორს დაიჭირია ეგეთა. მიკროფონი ხვიდას. არ არის. თუ ლაპარაკობ და არ არის და როგორ არის ჩართული. იმაში ხარ არის გამოცდილი. არა, ასე ვით არის. არ არის. საქართველოს მიმართავს ზაზა სარალიძე და მალხაზ ბაჩალიკაშვილი. ჩემო მეგობრებო, მე გადავწყვიტე უკვე, რომ მომეხმო ყველა იმ პოლიტიკური ძალისთვის იქიდან გამომდინარე და არა მარტო პოლიტიკური ძალისთვის, მთელი საქართველოსთვის ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. მე პირობა დავდე, რომ ნებისმიერ ბერკეთს მიმართავ, რომ ეს სისტემა უნდა დანგრეულიყო და ამ სისტემის მფარველები მთავრობა უნდა ჩამომხობილიყო. აუცილებლად უნდა დაისაჯოს ჩვენი შვილების მკვლელები. მე მოუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, გავერთიანდეთ ყველა საქართველოს მოქალაქეს, გავერთიანდეთ, რათა ჩამოვამხოთ ეს სისტემა და ჩამოვამხოთ ეს მოძალადე და მკვლელი მთავრობა.
გავწიოთ რა ყველა აი ესე აი აქ მოუჭირეთ ხელი და არ დაგასვლა აი ესე ზაიგე ჩვენ ყველა ჩვენ კარგად ხარდაოთ ამ ხელისუფლებაში იყო შეუძლებელი ჩვენი სიმართლის დამტკიცება, ჩვენი სიმართლის დადგენა, ჩვენი შვილების დამუხრეტების ახლა ყველა ერთად ვარ და ვიმწვით ბოლომდე. ეგ არის თავარი სამი. პოლიტიკური პარტიები, ხალხი, სტუდენტები, მოსწავლეები, გლეხი, ბერი ყველა ერთად. ყველა ერთად ვიწყებით და ყველა ერთად დავამხობთ ამ ხელისუფლებას. საინფორმაციო ის რა ავიდან თქვას რა ხვალ 6 საათზე ყველა აქ შევიკრიბებით და სამოქმედო გეგმა გახდება ცნობილი. ხვალ 6 საათზე მეგობრებო, თქვენ დაინახეთ მთელი ამ დღეების განმავლობაში მელია საუბრობს თუ როგორ ცინიკური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა მთელი სისტემა. ძალოვანი სტრუქტურებით დაწყებული, გაგრძელებული პოლიტიკური ხელმძღვანელებით. აი აქ ჩვენს გვერდით დღეს დგას ორი ვერაგულა და სასტიკად მოკლული შვიდტარი მამა, რომელთაც ნაცვლად იმისა, რომ მიიღო ახსნა განმარტება ხელისუფლების მხრიდან, დაცინეს შავი პიარი, პროპაგანდის წარმოუდგენელი მანქანა აუმუშავეს. მოუსიეს აქ ყველანაირი ზონდერ ელემენტები მთელი ამ დღეების განმავლობაში. ცილი დასწამეს იმაში, რომ ეს ადამიანები არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული. მაგრამ მე თქვენ გეკითხებით, როდესაც ერთი პოლიტიკური პარტია არის ხელისუფლებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, სუში, კანცელარიაში და ასე შემდეგ და შენს სასამართლოში, პარლამენტში და ასე შემდეგ და შენს ღირსებას ლახავს შენი ტრაგიკული ოჯახის ღირსებას ლახავს ბოლომდე ფეხქვეშ. ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად დაცინვა ამ ადამიანების. ამიტომ მეგობრებო, აქ ხშირად გაისმოდა ერთი ძირითადი მოთხოვნა სხვა მოთხოვნებთან ერთად, როგორიც იყო დასჯილიყვნენ მკვლელები და ასევე ის ადამიანები, ვინც თვეების განმავლობაში აფარებდნენ ხელს მკვლელებს. მაგრამ ყველაზე მთავარი მოთხოვნა რაც იყო, დაინგრას სისტემაო. ხშირად გაგვიგონია. მაგრამ აქ ქვეყანაში სისტემა არის ერთი ადამიანი და ეს ერთი ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი. და ეს ადამიანი უნდა ჩამოშორდეს მართვის სადავეებისგან. ხვალ 6 საათზე, როგორც მეგობრებმა უკვე თქვეს, საინფორმაციო მიტინგი გაიმართება, სადაც ყველანი ერთად მთელს ქვეყანას გავაცნობთ ჩვენს სამოქმედო გეგმას. ჩემო ძვირფასებო, ჩვენს ერთიანობას ვერ დაუდგება ვერაფერი წინ. ჩვენ უყურებთ მთელ ამ პროცესს და ჩვენ აბსოლუტურად გულწრფელად ვიდექით და ვდგავართ შვილმოკლული მამების გვერდით. მე პირადად და ჩვენ არც ერთი არ მივცემთ ამ ხელისუფლებას, ამ ადამიანების დაჩაგვრის უფლებას და დღეს ამას იქეთ ეს ბრძოლა იწყება მთელი საქართველოს მასშტაბით. ვერთიანდებით ყველა იმისთვის, რომ ხელისუფლება, ქართული ოცნება უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ და ის დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც ჩამოყალიბდა, უნდა დამთავრდეს. საქართველოს აქვს საოცარი პერსპექტივა განვითარების და ეს პერსპექტივა გადის დღეს, აი აქ რუსთაველზე. სწორედ დღეიდან უნდა გადავწყვიტოთ ყველამ ერთად, რა გვინდა,
ჩავყვეთ ამ კატასტროფაში, რასაც თავაზობს ეს ხელისუფლება. თუ დავიწყოთ განვითარების სრულიად ახალი გზა, მე მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა ამ ორ გმირ ადამიანს, რომელმაც მთელი საქართველოს თავის ტკივილი გააგონა და გამოაფხიზლა მთელი ერი. ერი დგას ერთად და ჩვენს ერთიანობას ვერავინ ვერ დაუპირისპირდება. ასე რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გვექნება სამოქმედო გეგმა, რომელიც ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს. დიდი მადლობა აქ დგომისთვის. საქართველოს სენოდასულნო თანამოქალაქენო ჩვენს წინაშე აღიმართა საშინელი უფსკრული, საშინელი კედელი, ყრუ კედელი, რომელიც არის უსამართლობის, ჩაგურის და განადგურების კედელი და ჩვენ ყველანი აი აქ ვდგევართ ერთად, რათა დავასრულოთ ეს უსამართლობა, უსამართლობისთვის, თავისუფლებისთვის გიებდას საქართველოს უკულისამდე. ხვალ 6 საათზე საქართველოს მოქალაქეებს, თანამემამულეებს მოუწოდებთ, რომ დადგეს ჩვენთან ერთად, რათა ერთად გადავწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის ბედი, რათა აღვასრულოთ სახელმწიფოში სამართლიანობა, რათა ერთად დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც კლავს, რომელიც ანადგურებს და რომელიც სპობს საქართველოს მოქალაქეებს, რომელიც სპობს ქართულ სახელმწიფოს, მის სამართლებრივ, კანონიერ, კონსტიტუციურ საფუძვლებს ძირს ივანიშვილის რეჟიმი. გაგიმარჯოთ! მეგობრებო, ისმის ხმა. ისმის ხმა. მეგობრებო, ოკუპანტის დამყრობელი ქვეყნის ვასალმა, სისხლიანი რეჟიმის ხელმძღვანელმა, დიქტატორმა ივანიშვილმა მიაღწია ეროვნულ მოძრაობას, მეგობრებო, გილოცავთ. დიახ, ეს არის თქვენი მოძრაობა, ეს არის ბავშვების მოძრაობა და თქვენ ახლა ხედავთ რეინკარნირებულ მრგვალ მაგიდას. თქვენ ხედავთ პოლიტიკური სპექტრის ერთობას. მათ გამოიწვიეს, მიაღწიეს ხალხის აჯანყებას და თუ უნდათ, რომ მათ გარიყვნენ მილიონები, ხვალისინი ნახავენ აქ სრულიად საქართველოს და ისინი გაიგონებენ ქართველი ხალხის ხმას. ჩვენ ვართ ერთიანი, ხვალ ვისაუბრებთ, როგორც მოგახსენეთ ბატონებმა, ერთიან სამოქმედო გეგმაზე და მინდა მოგილოცოთ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად და აღსრულდეს ქართველი ხალხის ნება. გაგიმარჯოთ ქართველებო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მებრძოლებო, თქვენს თავდადებას გაუმარჯოს ამ თავსხმა წვიმაში აქ დგახართ ზაზდა სარალიძის, მახალ მაჩალიკაშვილის გვერდში, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით 3 დღის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ცდილობდა ამ ადამიანების გაშავებას, რათა ის ხალხი, რომელიც გულის კივირით უყურებდა ამ პროცესებს, ტელევიზორთან ცრემლებს ღირდა ამ ვაშკაცი მამების ტკივირითა და დაგედიის გამო ამ ხალხს ეს რეჟიმი დასწინოდა. ამ დღეებში მათ სულსი უგზავნიდა პროვოკატორებს, ხორციელდებოდა მათეს ეწოლა. ჩვენ ყველანაირად პოლიტიკური პარტიები ვცდილობდით მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ივანიშვილის გეგმა, რომ პოლიტიკური პარტიები გაემიჯდა ამ ბრძოლისგან. მან ეს ვერ მოახერხა, უფრო მეტიც გაგვაერთიანა ზაზასთან და მახალისთან ერთად. ხვალ 6 საათზე მოგიწოდეთ ყველას, დავდგეთ ერთად, თქვენი ხილავთ ერთიანი ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, ქართველი ხალხის გეგმას ამ რეჟიმის დასასრულებლად.
მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ ეს არის პოლიტიკა. ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის ჩვენი ცხოვრების წესი. თუ ამ ცხოვრების წესს არ მივიტანთ ბოლომდე, მუდმივად მოგვიწევს აი ესეთ ცუდ საკითხებზე შეკრება რუსთაველზე. ჩვენ უნდა დავიწყოთ პროცესები, რომელიც შეაჩერებს ყველაფერს, დაიწყებს ქვეყნის აღმავლობას, გააერთიანებს საქართველოს ტერიტორიებს და აი ეს ერთიანობა მოახერხა ამ ორმა ადამიანმა. ამ ორმა ადამიანმა გააერთიანა პრაქტიკულად საქართველო. არასდროს არ ყოფილა 9 აპრილის შემდეგ ასეთი ერთიანი მუხტით გამოსული ადამიანები. ბედარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა პროცესებს მივიყვანთ ბოლომდე. იმიტომ რომ ეს საქმე ჩვენ თუ არ გავაკეთეთ, ამას ვეღარ გააკეთებენ ჩვენი შვილები. იმიტომ რომ ივანიშვილმა საქართველოს სახელმწიფო კვდომის რეჟიმში გადაიყვანა. პოლიციას თავისი ფუნქცია დააკარგინა და მარტო თავის ხის გადარგვაზეა ორიენტირებული. აშენებს რაღაც უზარმაზარ შენობებს, სადაც არასდროს არავინ არ იცხოვრებს. დაანგრია ეკონომიკა. რუსის უკანაში შეაძვლინა მთელი სახელმწიფო და გვეუბნებოდა რომ აღადგენდა ღირსებას. ეს არის ივანიშვილის ღირსება, სადაც დღეს ვცხოვრობ. და გვეუბნებოდა გაგებით მოეკიდეთ ყველაფერს ამას. თქვენ გეკნებათ უფასო ფული, თქვენ გეკნებათ ყველაფერი და ნახეთ რა მიიღეთ. ეს იყო აფერისტი, რომელმაც მოატყუა მთელი ქვეყანა. ამიტომ ამას ჭირდება მკაცრი პასუხი. აი ეს ერთიანობა ამ მკაცრ პასუხს აუცილებლად გასცემს. იმიტომ რომ ეს ქვეყანა აუცილებლად იქნება წარმატებული. მას აქვს უამრავი რესურსი იმისთვის, რომ ეს ბოლომდე მიიყვანოს და იმდენი პრობლემა, რამდენიც ამ ბოლო პერიოდში საქართველოს გაიარა, არც ერთ ქვეყანას არ გაუვლია და აი ესეთი ენთუზიაზმით არსად არ იკრიბება ხალხი აი ესეთ წვიმაში და არ აყენებს იმ საკითხებს, რომელსაც ეს ადამიანები აყენებენ. გასაკვირი იყო, როდესაც შვილმკვდარი მამა უფრო კარგად აზროვნებდა სახელმწიფოებრიად, ვიდრე პროკურატურა და მთელი სახელმწიფო სტრუქტურა. ბატონი ზაზა პროკურატურას ეუბნებოდა, რომ ჩვენი შვილები ქუჩაში დაერევიან ერთმანეთსო და პროკურატურა პასუხობდა, დიახაც დაერივნენ, ეს პრობლემა არ არისო. აი ეს სახელმწიფოა ეხლა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. აი ეს სტრუქტურა თუ არ დაინგრა, წალეკავს ყველაფერს. ამიტომ ამას ჭირდება კონკრეტული პასუხი. ხვალ ყველანი 6 საათზე ჩვენი ცხოვრების წესის საბოლოო დასამკვიდრებლად. ეს იქნება ქართული ეროვნული სახელმწიფო და ამას ჩვენ აუცილებლად მივიღებთ, იმიტომ რომ ჩვენ ეს გვეკუთვნის ამდენი ხნის განმავლობაში. ყველას დიდი მადლობა. მეგობრებო, ეს დღეები გვესმოდა ყველას. ერთი რეფრენი ყველა იმეორებდა, მთელი სამთავრობო მანქანა იმეორებდა, რომ ეს არის პოლიტიზირებული აქცია. ეს არის აქცია, სადღაც რომელიღაც ერთი პარტია ან ორი პარტია არ აქვს მნიშვნელობა, რამდენიმე პარტია თავის დღის წესრიგს ახვევს ქვეყანას. ეს იყო და ეს არის დღემდე ძალიან ვერაგული, ძალიან დაბიური ხერხი, რითიც უნდათ რომ ჩვენ გულებში ჩათესონ ეჭვი, უიმედობა, კომპლექსი დაგვტოვონ სახლებში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი, ჩვენი ბედი, ჩვენი შვილების ბედი გადაწყვიტონ აბსოლუტურად გაუცხოებულმა ხალხმა, ჩვენი ქვეყნისგან გაუცხოებულმა ხალხმა, ვინც გვეუბნება, რომ თქვენ ვიღაც გიყენებთ, თქვენ ვიღაც გატყუებთ და ამას ჩვენ თუ დავიჯერებთ, სწორედაც რომ ის ხალხი გამოგვიყენებს, სწორედაც რომ ოლიგარქი გამოგვიყენებს დაუნდობლად, უსირცხვილოდ, სასარგებლო იდიოტების როლში გამოგვიყენებს, დაგვტოვებს სახლში და თვითონ ყოველი თქვენგანის შვილების ბედის მომავლის ხარჯზე გამდიდრდება და ამ ქვეყანას მართავს როგორც საკუთარ კორპორაციას. საქართველო არ არის კორპორაცია, საქართველო არ არის ფირმა, საქართველო არ არის საკუთრება, საქართველო არის ჩვენი სამშობლო, რომელსაც არავის არ დაუთმობთ. არასოდეს, არანაირი მიზეზით, არანაირი შიშით ჩვენ თაობას აქვს განსაკუთრებული მისია. ძალიან ახლოა რუბიკონი, რომელსაც რომ გადავალთ, ჩვენი ქვეყანა იქნება დაცული, ჩვენი ქვეყანა იქნება თავისუფალი სამყაროს წევრი. ძალიან ახლოს ვართ ამ მიზანთან.
მეგობრებო, ეხა როგორც არასდროს საჭირო ერთობა სტუდენტების, დიასახლისების, ბებიების, ბაბუების, პარტიების, არასამთავრობოების ნებისმიერი ჩვენთაგანის, იმიტომ რომ საქართველოს ეკუთვნის ყველა ჩვენთაგანს. ის არ უნდა დაუთმოთ ოლიგარქიას, არ უნდა დაუთმოთ რუსულ მოდელს, რომელიც დღეს მართავს ჩვენ ქვეყანას. ამიტომ საქართველოს იქნება თავისუფალი, თქვენი და ჩვენი ერთიანი გამარჯვებით, ჩვენი გამბედაობით გაუმარჯოს საქართველოს. მეგობრებო, 3 ივნისის ამ ისტორიულ ღამეს შუშის კოლბაში ნამდვილად არ წინავთ, იმიტომ რომ იხსნენ, რომ დაამთავრდა ივანიშვილის რეჟიმი. ერთიანი ოპოზიცია, ერთიან საზოგადოებასთან ერთად ამ საღამოს იწყებს ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს. ივანიშვილმა მიიღო ქართველი ხალხის ერთიანობა და ქართველი ხალხის პროტესტი. დიახ, ეს ერთიანობა დაამარცხებს ივანიშვილს და გააგრძელებს აღმშენებლობას ჩვენს ქვეყანაში. ერთიან საქართველოს გაუმარ! ძვირფასო მეგობრებო, მე მიწევ სამწუხაროდ მეორე წარდგომა თქვენს წინაშე. მე ახლა მატყობინებენ, რომ ხელისუფლებად წოდებული არარაობანი ამზადებს განსაკუთრებულ პროვოკაციებს ჩვენს წინაშე. ეს იქნება მათი ცილის წამებლური კამპანია, თუ ეს იქნება მათ მიერ წარმოებული რეპრესიული მანქანება, ჩვენ ამას არ შევუშინდებით და სისხლის უკანასკნელწვეთამდე ვიბრძოლებთ, რათა აღგვასრულოთ სამართლიანობა, რათა დავამკვიდროთ თავისუფლება. მე შეგახსენებთ სახარებისეულ სიბრძნეს და შევახსენებ ხელისუფალთ, რომ ვინცა მახვილი აღიღოს, მახვილითავე შეიმუსროს. ამიტომაც მე მოუწოდებ მათ, რომ უარი თქვან თავიანთ მოფიქრებულ ძალმომრეობაზე და უარი თქვან საკუთარი ხალხის უზენაესი ნების წინააღმდეგ სვლაზე, რამე თუ აი ეს ხალხი, აი ეს ლეგიტიმური ცენტრი და წყარო ძალაუფლებისა დაასამარებს ამ უკანონობას და უსამართლობას, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება. ამიტომაც და კიდევ ერთხელ ამიტომაც ჩვენ ვდგევართ აქ, რათა მათ არ გაბედონ ის, რაც თავიანთ ცხოვრებაში არასდროს გაუბედავთ და რათა ჩვენივე ხელში ავიღოთ ჩვენი სახელმწიფოს განკარგულება და ეს განკარგულება არის ის, რომ აღსრულდეს სარალიძის და მაჩალიკაშვილის ოჯახის სამართლიანობა, რათა აღსრულდეს ის, რომ დაისაჯონ მკვლელები, რათა აღსრულდეს ის, რომ დაისაჯონ დამნაშავენი. და ყოველი მათგანი, ვინც წავა სამართლიანობის, თავისუფლებისა და მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მიეკუთვნება ისტორიის სანაგვეს და მათ იქედან ვერაფერი ვერ ამოათრევს. ამიტომაც გიებდეს საქართველო თავისუფალი და სამართლიანი უკულისამდე, გაუმარჯოს სამართლიან, დამოუკიდებელ, თავისუფალ ადამიანისთვის ორიენტირებულ ქართულ სახელმწიფოს. მეც მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ. რამდენიმე დღე მე მხოლოდ ამ პლაკატით ხელში ვიდექი ამ აქციაზე. უხმოთ, ახლა კი მინდა რომ ხმა უფრო ავიმაღლო.
მოვუწოდო ყველა ქალს, ყველა დედას, მოვიდნენ ხვალიდან აქციაზე, რათა ერთად დავიცვათ სამართლიანობა და ჩვენი შვილების სიცოცხლისთვის ვიბრძოლოთ. იმედი მაქვს, რომ ხვალ დავინახავთ ყველანი ერთად, რომ ძალა ერთობაშია. დიდი მადლობა ყველას ამ წვიმიან დღეებში და ამ ცუდამილშიც ერთად დგომისთვის. მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენ რაც არ უნდა მოვაძროთ ამ ხელისუფლებას პატარა ჭანჭიკები და რაც არ უნდა შევზღუდოთ მათი ძირედი უფლებები. ჩვენ ვერ შევძლებთ ამ ქვეყნის განვითარებას, რადგან თევზი სათავიდან ხარს და სანამ ეს სიმყრალე საქართველოს არ მოცილდება, მანამდე სიკეთე არ გველოდება. ამიტომ ყველამ ერთად ერთობით განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა უნდა გავერთიანდეთ იმისათვის, რომ ჩვენი შვილების და მომავალი თაობის საცხოვრებელი გარემო იყოს დაცული, მათი უსაფრთხოება იყოს დაცული და იმისათვის, რომ ქვეყანას ეღირსოს განვითარება, იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ ეღირსოს გამთლიანება, იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანას ეღირსოს ბედნიერი მომავალი, ამისათვის ყველას გთხოვთ, გავერთიანდეთ განურჩევლად შეხედულებებისა, რადგან ჩვენს უკან დგას ჩვენი ოჯახები და ჩვენი სამშობლო, რომლის სიყვარულისთვის მზადა ვართ ბოლომდე დავიხარჯოთ. მოგესალმებით ყველას ჩემო ქართველო ერო და არა ქართველო ერო, ვისაც გიყვართ საქართველო. და ჩვენი ერთობით ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ იმ გველეშაპს, რომელიც შუშის სემბედარიუმში არის გამოკეტილი დიდი გეურზაფი წინაივანიშვილი, რომელიც არის პუტინის პირადი ემისარი საქართველოში და ჩვენ ერთად მას მალე დავამარცხებთ და გაუშვებთ მაუსლერში. ყველა ძალიან დიდი მადლობა. ვიდეოების ყველა ერთად და ძალიან საინტერესო შეხვედრა საინფორმაციო ვიდეო დავმართავ. საზოგადოება თუნდაც არასოდეს არის გაერთიანებული. ვიცი რა ივანიშვილმა მოახერხა და გაერთიანა მთელი საქართველო. ვიცი და ივანიშვილმა მოახერხა დიახაც და გაერთიანა მთელი საქართველო. ამიტომ ხვალ ყველანი 6 საათზე რუსთაველის გამზირზე და დანარჩენზე ავისაუბროთ. დიდი მადლობა და კარგად განდებოდეთ. გახარიას გონია, რომ ავტობუსებით გაგვეპარებენ აქედან. ვერ მოესწრებიან ასეთ საქართველოს. მოგასაბარი ავტობუსები საკუთარი თავისთვის. დავით
მოლოდინი არის ის, რომ მთელი ქართული საზოგადოება ის ურთიერთობა ქართული ხალხი დაუდება უსწავლების განმტკიცე და ეტყვის კიდევ ერთხელ ძალიან დიდ არას ლებულ ხელისუფლებას. ჩვენი გეგმა არის ის, რომ ჩვენ ოპოზიციის საზოგადოების მთელი გაერთიანებით და ერთობა არის ქართული ხალხის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება. დღეისათვის საპროტესტო აქცია დასრულებულია, როგორც მოისმინეთ, გამოძიების სწორად წარმართვის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია შეიცვალა უკვე პოლიტიკური აქციით, ხვალიდან უკვე ახალი ეტაპი იწყება რუსთაველის გამზირზე. პოლიტიკური ლიდერები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ერთად უნდა იბრძოლონ მთავრობის წინააღმდეგ. გაისმა პირდაპირი მოწოდება მთავრობის დამხობასთან დაკავშირებით. ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ის იძულებული გახდა, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის მიემართა იმისათვის, რომ სისტემა დაამხონ. ამ ეტაპზე ზვიად კუპრავას უერთდებიან ნაციონალური მოძრაობა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ახალი საქართველო, დემოკრატიული მოძრაობა და სახელმწიფო ხალხისთვის. ეს იმ პარტიების ჩამონათვალია, რომელთა წარმომადგენლების და პოლიტიკური ლიდერებიც იმყოფებიან რუსთაველის გამზირზე. მათ დღეს განაცხადეს რამდენიმე წუთის წინ, რომ ხვალ საღამოს 6 საათზე გაიმართება საინფორმაციო მიტინგი. და სწორედ ამ მიტინგზე გახდება ცნობილი მათი სამომავლო გეგმები. დაანონსებული ასევე აქცია ვაკის პარკთან, რომელიც ხვალ გაიმართება. ეს იქნება აქცია პოლიტიკოსების გარეშე, მხოლოდ ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად.